მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, კვირის პროგნოზი, ვნახოთ, სამივე სფერო განვიხილოთ, ხო? სიგნიფიკაცია აქ იქნება, ვინც პირველად უყურებთ, ჩვენ ვაკეთებთ სიგნიფიკაციას, თუ რეზონირდა. და შეგიძლიათ ნახოთ სამივე სფეროში რა იქნება, შეიძლება სამივე რეზონირდება, შეიძლება რომელიმე. ნახოთ ვისთვის იქნება, ეხლა რა ენერგიებში მყავხართ თქვენ. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში მყავხართ თქვენ. ვისთვის იქნება, არის თუ არა თქვენი. ვნახოთ რას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის განმავლობაში. ნახოთ. შეიძლება რაღაც მომივიდა ეხლა, არის სიურპრიზის, მიცოდეთ, კაი ჯერ ნახოთ ენერგიები. ენერგიები ნახოთ, ავიღოთ ჩვენ. დავარი და რა მინდოდა, იცით, რა სიურპრიზ, აი პოზიტიურ სიურპრიზ, რას გიმზადებს თქვენ სამყარო ამ კვირაში, რა ძალიან გაგეხარდებათ და შეიძლება მოულოდნელი რამე, აბა ვკითხოთ მაინც, ხო? აი რაღაც ესმით ჩანს, მოდი, კაი, ყავეს შენ აქა. აი ახლა დავდოთ. აჰა, კიდე მოდიან, აი მაცალეთ ახლა, ცოტა ხანი, ხო? Так, всё, კარიერა სამსახური ბიზნესი ვნახოთ ახლა. რა იქნება, ეს ცოტა აქეთ დავდოთ. კარიერა სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ. აქ. ფინანსები აუცილებლად ვნახოთ. ფინანსური მდგომარეობა თქვენი. ნახოთ. ეს როგორ ითხოს? აჰა, მოდი აქა. კაი. ფინანსები. რაღაც უნდა გაგახაროთ, ხო? რაღაცით. Так, და ეხლა ეს ურთიერთობაზე დღეს რატომღაც მოითხოვა ეს ამ დასთან. არა უშოს ნახოთ. რაღაც დღეს ძალიან რაღაც ინფორმაცია მოდის თქვენთან, მე არ ვიცი რა, ჩქარობს, რაღაცა ჩქარობს. ნახოთ, მეც უკვე მაინტერესებს რა ხდება. Так, ვისთვის? ეხლა თქვენი ენერგია. Так, ну აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ეხლა თქვენ ხართ როგორ ენერგიაში. ნამდვილად არის მომენტი, როცა თქვენ იცავთ თქვენს თავს რაღაცა სიტუაციებიდან, რომელიც უკვე თქვენ აი რაღაც არ გაძლევენ სიამოვნებას. მოდით ასე თქვა, თითქოს აქ არის როგორი მომენტი, იცით? ანუ როცა მე აღარ მინდა არც ნერვიულობა, ანუ იცით როგორი მომენტი არის? აი თუ დაუშვათ, თქვენ გქონდათ რაღაც არაკომფორტული სიტუაცია. ანუ ყველაფერი, რასაც თქვენ ცხოვრებაში არ არის თქვენთვის კომფორტული, თქვენ ამას ყველაფერს აციკაოთ, როგორ არის? ანუ საერთოდ ეხლა რომ არ უშვებთ თქვენ ცხოვრებაში რა, ანუ ჭრით რა, თუ როგორ არის ქართულად, ღმერთო რო გავიჩენები ხოლმე. მოხდებით რა. ანუ რაც ჩემ დისკომფორტი, რაც მოაქვს ჩემ ცხოვრებაში, მე ამისგან ვიცავ თავს, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. არ მჭირდება არაფერი ისეთი, რაც მე ნერვებს მომიშლის რა. კიდე აქ რა ხდება? კი, იმიტომ რომ ახალი გაგაღებული გეზი. კი. ანუ თქვენ როგორ ხართ, იცით რომ კი. ანუ რაც მე არ მეხმარება, რაც მე სარგებლობას არ მაძლევს, რაც მე დაუშვოთ ნერვებს მიშლის, რაც მე არ מחარებს, მე იმას არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემ ცხოვრებაში ვიყო. თქვენ თითქოს აქ შეცვალეთ მიდგომა თქვენი ცხოვრების სადმე, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვოთ ძალიან გამცემი ვიყავით, ძალიან ეხმარებოდეთ ბევრს, მაგრამ მივხვდეთ, რომ ეს უაზრობა შეიძლება აქ სხვათა შორის ვიღაცის ყოველთვის არა რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარც დავეხმარები არავის, იმიტომ რომ შეიძლება პერიოდი ისეთი გამოიაროთ, როცა აი თქვათ, ну სიტყვაზე ხარ საზღვარგარეთ, უგზავნიდეთ ფულს და მაგრამ მადლობელი არავინ არ დარჩა, დაუშვათ, ხო და თქვით, რომ აღარ მინდა მორჩა,
მე უნდა მივხედო უკვე სხვანაირად უნდა შევხედო სიტუაციას და ვაფშე შეიძლება ჩემ თავს მივხედავ რა. და ანუ ისე უაზროდ არავის არც გავცემ თქვა არაფერს და არც დავეხმარები რა, იმიტომ რომ ჩემ თავს ვირჩევ მე აქ რა. კი ბატონო, ხო? აი დახურეთ რაღაცა პერიოდი, თქვით რომ აღარ მინდა ნამდვილად რომ განულება არის რა, всё. ანუ აღარ მინდა. კი ბატონო. უბრალოდ როგორი მომენტი არის რა. რაც მოგიყევეთ, მოდით ასე ვთქვათ რა. რაც მოგიყევეთ, აი ეს არის და სხვათა შორის აქ ვიღაცამ კიდე აირჩია როგორი სიტუაცია, იცით? ეზოტერიკაში სიყვარულის გამოხარს შესულები კი აქ არის ყურუმია, რა თქმა უნდა, ვიღაცამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მინდა ვისწავლო ეზოტერიკა და რა თქმა უნდა, ამას ახლა მისცა თქვა ბიძგი საყვარელმა ადამიანმა, რომელისგან დასრულდა რაღაცა ურთიერთობა სხვათა შორის. ეს არის ნორმალური თემა. როცა ჩვენ ახლა პრინციპში ყველა არის ისეთი რომ დაუშვათ ურთიერთობაში ეზოტერიკოს მე ბევრჯერ მithქვია რომ ეზოტერიკოსები არიან უფრო მეტად ახლა ადამიანები ვინც ურთიერთობის მერე თქვა რთული ურთიერთობის მერე შევიდნენ თქვა ეზოტერიკაში ეს კი ბატონო მაგრამ აქ რაღაცა პერიოდი იყო იცით რა თქვენ შეიძლება აღარ ელოდებით აქ ვიღაცას ელოდებოდით შეიძლება ეს ადამიანი იყო თქვენთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც გიყვარდათ, მაგრამ თქვენ უკვე აქ აი იცით რა აი თითქოს განულება მოხდა, აღარ დაველოდები, აღარ მინდა. და შეიძლება даже თქვა სადღაც გულის სიღრმეში ხართ მზად ახალი სიყვარულისთვის, ან გრძნობთ ინტუიცია, კარნახობთ, რომ მე ვიცი, რომ ამას გავუშვებ თუ არა, ახალი ურთიერთობა დაიწყება. აქ ეგეთი ენერგიები რაღაცა მოდის, კი, აქ ტრანსფორმაცია მოხდა. იმიტომ რომ ხო გითხარით, თქვენი თავი აერჩიეთ, всё. ანუ თქვენი კარგად ყოფნა. აერჩიეთ თქვენ. ეხლა რა ხდება აქ რა ენერგიას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. აქ თუ იყო რაღაცა პრობლემებიდან ვერ გამოდიოდით. მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვა ეს ეხებოდა ფინანსებს. ამას მოერევეთ. აქ რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო, თქვა, შეიძლება ელოდებოდეთ. შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაცას, ვერ ერეოდით, მოერევეთ ამას, გამოდიხართ და ეს უფრო აქ ნახეთ რა ხდება. ზოგისთვის იქნება ეს ენერგია, თქვა, დაუშვათ იყავით ავად. იმიტომ რომ ხუთიანი პენტაკლები ზოგჯერ მაგას აჩვენებს, საერთოდ პენტაკლები ჯანმრთელობასაც აჩვენებს, ხო? შეიძლება თქვა, იყო სიტუაცია, როცა თქვენ, ზოგი შეიძლება ავად იყო, ან საავადმყოფოში იყავით, ან სადღაც და გამოჯანმრთელობას აჩვენებს. კიდე ზოგისთვის შეიძლება თქვა, ფინანსური რესურსი იყო ცოტა ჩაკეტილი რა. ამასაც გამოასწორებთ რა. ამ კვირაში კი, აი რაზეც ნერვიულობთ თქვენ აქ უფრო რაღაცა ფინანსური თემა არის, კი. კიდე რა მინდა გითხრათ, იცით, ვიღაცას რაღაცა დიაგნოზი, რომელიც იყო ცოტა არასასიამოვნო და ნერვიულობდით თქვენ მაგაზე, აქ განთავისუფლდებით ამ დიაგნოზიდან, გეტყვიან რომ ჯანმრთელად ხარ, კარგად ხარ რა. არის ეგეთი სიტუაცია, კიდე არის სიტუაცია, როცა შეიძლება ფიქრობდეთ რამე დიდ ფულზე, ან ვიღაცას შეიძლება უნდა თქვათ, უნდა დაბრუნებას ხედავ მე აქ რაღაცა ფულის. ვიღაცა შეიძლება ვალი ქონდა თქვენი, ან რაღაც ესეთი მომენტები. კიდე რაღაცა სიტუაცია, რა ვიცი, რაღაცა აი ხა ხო, გაგიხარდებათ, კი ბატონო, ძალიან. კაი, მოდით იცით როგორ გავაკეთებ ახლა მე? აი გადავალჯერ ენერგიებს და აქ სამსახური საქმიანობა. ანუ ესე იგი ნახეთ, ხო გითხარით, აქ არის რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო ჩაკეტილი სიტუაცია, აი არ იყო შეიძლება რაღაც მომენტ ზრახო. აქ სამსახურში შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ
თუ დაუშვათ მუშაობთ კლიენტებთან, ხო? აქ აუცილებლად თქვენთან წამოვლენ კლიენტები. თან ისეთი კლიენტები, ვისაც იმენა თქვენი მომსახურება ჭირდება. ეს პირველი ვარიანტი არის, ხა ნუ ვინცაც ესა რა ქვია. ანუ პლუს კიდე სამსახურში არის აღიარება, თუ დაუშვათ თქვენ თქვათ, გქონდათ რამე კონკურსი სიტყვაზე, ან რაღაც აგირჩევენ თქვენ. აქ კიდე არის როგორი მომენტი, არჩივანი თუ დადგა რაღაცა თქვათ, აი იმიტომ რომ რას ვხედავ, იცით? თითქოს ნუ აი ხო გეუბნებით რომ აქ ძალიან კაი ენერგიები, გაიგეთ, კლიენტები მოვლენ დაუშვათ, ხო სამსახურს ეძებთ კი ბატონო. შეიძლება თქვენ ვიღაცამ გთხოვოს რომ დაბრუნდეთ სამსახურში, ხო? შეიძლება დაუშვათ ისეთი სიტუაცია იყოს, რომ даже არჩივანიც გექნება, თქვა, აი ესეთი პერიოდი, რომ ამასთან ვიმუშავებ, ამასთან არ ვიმუშავებ, ხო? ამასთან მინდა თქვა დაუშვათ ამ სამსახურში მინდა წავიდე, ამაში არ წავალ, თქვა, შეიძლება даже აი რამდენიმე რაღაც ვარიანტებს შემოგთავაზებენ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ სიტუაცია, რომელიც იყო დახურული, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, თქვენ წინსვლა აქ გაქვთ. ყველა ვარიანტი. აქ როგორი სიტუაცია არის, თუ დაუშვათ, იყო შეჩერებული თემა, ხო? და რაღაცას თქვენ ელოდებოდეთ, შეიძლება ვარაუდობდეთ, შეიძლება ეძებდით, თქვათ, გამოსავალს, რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო. ანუ აქ მაჩვენებენ ზუსტად იმას, რომ თქვენ აქ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, როცა თქვა სამუშაო არ გქონდა სიტყვაზე, ან დავრჩე, არ დავრჩე ამ სამსახურში, ხო? ან თქვათ, ეხლა რაღაცა დიდი ხანი ელოდებოდეთ, თქვათ, ინფორმაციას რაღაცას, ხო, სამსახურის თაობაზე. აი აქ არის ნუ ყველანაირად გამოდის რა ეს სიტუაცია, კარგად იქნებით ძალიან. ეს არის, ნუ ეს უბრალოდ მაჩვენებენ აქ სიტუაციებს, რომელიც იყო, თქვათ, სხვათა შორის შეიძლება ვიღაცას დაგეხმარება ადამიანი, ან რომელიც, თქვათ, როგორ არის, იცით? ინფორმაციას მიიღებ თქვენ რაღაცასიც, მაგრამ სასიამოვნო ინფორმაცია, შეიძლება თქვენ რაღაცას ნერვიულობდეთ აქ. და დიდი ხანია დაუშვათ, ნუ ხო გითხარით, აქაც გვაჩვენეს, ხო მე მგონი, რომ რაღაცა ჩაკეტილი იყო სიტუაცია. ჩაკეტილი იყო, რაღაცა შეიძლება დისკომფორტსაც გრძნობდეთ თქვენ ამ დროს, ხო, რაღაცა ვითომ ახლა, ნუ არც უდათ იყავე, მაგრამ არც ისე რომ თქვა, კარგად, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ აქ მაჩვენებენ გამოსვლას. აქაც იგივე. так, ფინანსები. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, ვიღაცა თქვენ ნუ გაიმარჯვებთ, თქვა, თუ თქვენ რამე გქონდათ, ან გააქვთ დაუშვათ ფინანსური დავალიანება გინდათ, თუ შეიძლება გქონდათ თქვენ დაუშვათ, ნუ სესხები, თუ სესხი გინდათ და შეიტანეთ სესხზე, აუცილებლად მოგცემენ ამ სესხს, ხო? თუ დაფარვა გინდათ, თქვა, სესხით, აუცილებლად დაფარავთ მაგ სესხს, ხო? იმიტომ რომ აქ არის ახლა იუსტიცია, ხა, ანუ ეს იგი შეიძლება დაუშვათ თქვენ ვიღაცის იმედი გაქვთ, თქვა, ახლა მამაკაცის თქვენი შეიძლება ხელმძღვანელი იყოს, ქმარი იყოს, ხო, არა აქვს მნიშვნელობა, დაგეხმარებათ ეს ადამიანი და აუცილებლად თქვენი პრობლემები, რომელიც გაქვთ, თქვენ მაგას ყველანაირად გაუმკლავდებით. აი, თქვა, ნუ ვალდებულებები ბანკის წინაშე თუ გაქვთ, კი ბატონო, თუ დაუშვათ რამე ჯარემები გაქვთ, კი ბატონო. ანუ აქ ესეთი ენერგიას გვაჩვენებენ, რომ ნამდვილად ადამიანი იქნება გამარჯვებული, რამე პრობლემები თუ რამე გაქვთ თქვენ ფინანსური, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ მაგას მოერევით, აქაც გვაჩვენეს, ხო, ხედავთ, მოერევით და ძალიან კმაყოფილი იქნებით. შეიძლება აი აქ რაღაცა თქვენ გაწუხებთ, ხო? დარჩენილი რაღაცა, თქვა, ნუ სანერვიულო თემები, რომელიც ნუ არის ზოგჯერ, თქვა, აი სულ რო ფიქრობ, რომ აი რა თქვა, ვიღაცის ვალი გაქვთ, ხო? უნდა ან ვიღაცას შეგახსენებს, თქვა, აი ნუ როდეს დამიბრუნებ და აი თითქოს სულ მაგას ატრიალებ და აი გიშლის ნერვებს რა ეგა და ამ დროს იცი რომ უნდა დაუბრუნო, ხო? მოგეცემათ მაგის საშუალება. აი აქაც ამას გვაჩვენებენ. მოგეცემათ მაგის საშუალება.
კი ბატონო. და გადიხართ მე სტაბილურობაში. მოერევეთ, აი ძველი ვალები თუ გააქვთ რაღაცა, აქ დაჟე არ გამიკვირდება, რომ შეიძლება თქვენ დაგიბრუნონ ძველი ვალი თუ გქონდა ვიღაცას, თქვენი დაგიბრუნებენ ამ ძველ ვალს. ნუ აქ ფული. თუ კიდე არის მომენტი, ხო გეუბნები ვიღაცა სესხი თქვა, თქვენ გაქვთ და დასამთავრებელია და აქ ნერვიულობთ, თქვა, ან უახლოვდება, თქვა, პერიოდი, რომ უნდა გადაიხადოთ, თქვენ ნერვიულობთ. მაგაზე რომ თქვა, გადავიხდი, ვერ გადავიხდი თუ რა ჯანდება იქნება. გადაიხდით. უცბად რაღაცა იქნება და გადაიხდით. კი ბატონო და დამშვიდდებით ძალიან კარგად იქნებით რა. ანუ რასაც თქვენ გაწუხებთ და რასაც თქვენ ეჭვი გეპარებოდათ, შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ, აი მაქსიმალურად კარგად შეძლებთ და ანუ აქ არის წინსვლა რა, ძალიან მაგარი წინსვლა რა. არ ენერვიულოთ არაფერზე რა, ანუ მშვენივრად კარგად გაუმკლავდებით ყველაფერს აბსოლუტურად თქვენ კი. აქ უეჭველი ფული მოდის თქვენთან. ურთიერთობა ვნახოთ. ნუ რაც ეხება ურთიერთობას, ჩემო ლამაზებო და ჩემო სიხარულებო, შეიძლება თქვენ აქ ნახეთ, ელოდებით ვინმე ასგან დაუშვათ შეტყობინებას. მაგრამ არ მოდის. აქ იცით რა იქნება, გეტყვით. აქ თქვენ ამ კვირაში ვისაც თქვათ, გქონდა სიტუაცია, რომ ძალიან თქვათ იყავით მიჯაჭვული ადამიანი, რომელიც იყო თქვენი გულისთვის ძალიან, ანუ თქვენ გულს უხაროდა, აქაც ნახეთ ექსიანით ასე. ანუ შეიძლება თქვათ მონათესავი სული, შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვათ, ნუ გიყვარდათ, მოდეთ ასე რომ ვთქვათ, აქ შემიძლია იგით, რომ თქვენ ამაზე დაამთავრებთ ფიქრს. იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგისთვის შემოდეს ახალი სიტუაცია, ახალი ნაცნობობა. თუ და ან ნახეთ კიდე ეს სიტუაცია თქვენ გამოგიყვანთ აი ამ ხუთიანისა და ეს ხუთიანი დაკლების ხო ხედავთ კიდე? ანუ სანერვიულო თუ რამე ქონდა, არა, თითქოს თქვენ აი იმას ვაიმე რა ესეთ კაი სიტყვები რუსულად ამონდეს ქართულად არ ვიცი. ვასპრიანიძე დუხამ რა. ანუ თითქოს გადიხარდებათ რაღაცა ძალიან რო იყავით დატყრონული და აქ ხა უცბად ამ კარგად იქნებით გამოჯამრთელობას ვხედავ მე აქ ნამდვილად თუ დაუშვათ სულიერად იყავით ცოტა კიდე რამე თქვათ ქონდათ ამ ადამიანზე თქვათ იმედი იმისი რომ თქვათ გამოჩნდება და რაღაც არა თქვენ აქ აი მშვიდდებით იმიტომ რომ შეიძლება აქ გამოჩნდეს ვიღაცა თქვათ ისეთი ადამიანი ვინც თქვენ გადაგაყოლებინებს თქვათ ახლა თქვენს ფიქრებს რა აჰა კი ხო გითხარით ეხლა გოგოებო ვინც ხარ დამიწყოთ მე არ მინდა ძველი ახალი მინდა ძველი ნუ ახლა ესე იგი შეიძლება თქვენი პოზიცია არ არის დაუშვათ ხო ნუ თქვენთვის არის ეს პოზიცია რომ ეს ადამიანს თუ ელოდებით არ გამოჩნდება ამ კვირაში ეს ადამიანი და შეიძლება თქვათ ახლა ინერვიული პირიქით მაგაზე მაგრამ ნუ ან გადაერთობით თქვენს რამე საქმიანობაზე და თქვათ ახლა რო გითხრათ რომ ამ კვირაში მოხდება თქვენი თქვათ გამოჩენა იმიტომ რომ თუ აქ თქვენ თვითონ თქვა დაუშვათ მიწერთ ამას ან რაღაც არ გექნებათ იცოდეთ თქვათ ნუ კმაყოფილი არ იქნებით თქვენ დაუშვათ ადამიანი ზის ჩუმად თქვათ ხო და თქვენ მაგას მიწერთ ხო იმიტომ რომ აღარ შემიძლია მომენატრა ჭკუა გადამეკეტა და რა ვქნა რა გავაკეთო იცოდეთ კმაყოფილი არ იქნებით იმ პასუხით რა პასუხი შეიძლება მიიღოთ მაგისგან ეს იცოდეთ რა დანარჩენისთვის აი რაც მე ვთქვი ეს იქნება რა აქ თქვენი რაღაცა ძალა იხსნება თქვენ აქ რაღაცა აქ ვიღაცა ახალი სიტუაციები დაეწყება უეჭველი ნუ მოდით ვნახოთ ახლა ეს რა გაგეხარდება თქვათ ხო მოულოდნება გაგახარებს აქ რაღაც გამოვიდა так მე თქვენში აქ ჩემო სიხარულებო იმისთან ენერგიები იხსნება მე შემიძლია გითხრათ რომ აი ვინს გადაწყვეტილება ჯერ პირველ რიგში ნახოთ სექსუალური ენერგია რაღაც სასწაული და ამ
იქით-აქეთ ასხივებთ ამ თქვენ სექსუალურ ენერგიას და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აქ იქნება რაღაცა ახალი შანსი გეძლევა თქვენ, ახალი სიყვარული შეიძლება ვიღაცასთან მოვიდეს, ანუ მოიზიდავთ თქვენ თქვენი ენერგიით, თქვენი ენერგია თქვენთან ვიღაცა ნამდვილად, აი როგორ იქნებით, იცი, დააკვირდით თქვენ, რომ ის რა ქვია, როცა ყურადღებას გაქცევენ რა, სულ ყურადღებას იზიდავ. აი ეგეთი რაღაც თემა არის რა, კიდე ახლა. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ შეიძლება ვიღაცას თქვენ გექნებათ ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება ახალი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენ ახლა, ანუ არჩევანს გააკეთეთ, აქ მოდის როგორი ადამიანი, აი თქვენი მონაცავისურია, ესე შემიძლია ვთქვა. ну, ყოველ შემთხვევაში, მოდეთ ასე ვთქვათ, რაც ეხება სიყვარულს, აქ თქვენ, რა თქმა უნდა, ანუ სექსუალურ ენერგიას ძალიან აჩვენებთ საზოგადოებას, ასე რომ ვთქვათ, რომ მოიზიდავთ თქვენი სექსუალურ ენერგიაზე რაღაცა პოზიტიური სიტუაციები რა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან, აი რაღაცა ძალიან გაგეხარდებათ, მოდეთ ასე რომ ვთქვათ რა, აი ძალიან გაგეხარდებათ და ძალიან კმაყოფილი იქნებით რა. თუ არჩევანის წინ დადგებით, თქვენ ესეთ არჩევანს გააკეთებთ, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან კარგი. აი ძალიან და ეს ძალიან ჩქარა შეიძლება იმათთვის, ვისაც აქტუალურია, მაგერ მოდის თქვენი რა ქვია, სერიოზული ურთიერთობა. აჰა, აქაც იეროფანტი. всё. აქ არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია თქვენთვის, თქვენი ცხოვრებისთვის. ну, მე ვნახოთ, დავაკვირდებით, ხო, ეს რაღაც ისე ცოტა ისე ამოვიდნენ, კარტა შეიძლება ცოტა აბდაუბდას ვამბობ, მაგრამ არის შეიძლება ზოგმა ახლა გაიგო, რაზეც არის ლაპარაკი და მივხვდებით, თუ ელოდებოდეთ რაღაცას, აი ესეც კორწინებაზე შემიძლია თქვათ, ვიღაცას შეიძლება ელოდებოდეთ დიდ ხანს და მიიღებთ და თქვენ აქ წინა დადებას. ესაც ამასაც არ ამასაც არ გამოვრიცხავ ჩემო სიხარულებო, всё. დავასრულე, მე რა თქმა უნდა, გისურვებთ კაი კვირას, ყველაფერს კარგს და აი ძალიან, აი ნუ ხო გეუბნებით ვიღაცასთან მოდის ახალი სიყვარული. ზოგისთვის იქნება შეიძლება დაბრუნება ყოფილის. ან ისეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც არის ну, აი სამხედრო, ცოტა ისეთი მკაცრი ტიპი იყოს შეიძლება. თუ ყოფილი არის, თქვენ დაასრულებთ. всё, აღარაფერს აღარ ვიტყვით, თორე ახლა მინდა რომ კაი განწყობა გქონდეთ.